ტკიპას აქვს კაუჭიანი პირის აპარატი, რომლითაც მყარად ემაგრება კანს. ნაკბენი ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან კბენის დროს გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ტკივილს და აფერხებენ სისხლის შედედებას. ამიტომ ადამიანი ნაკბენს ვერ გრძნობს და ტკიპა მშვიდად აგრძელებს კვებას. ის ხშირად რამდენიმე დღეც რჩება სხეულზე. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე მოაცილოთ, რადგან ინფექციის გადაცემის რისკი იზრდება, თუ ის 24 საათზე მეტხანსაა მიმაგრებული. ყველა ტკიპა არ არის ინფიცირებული, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ატარებს ბაქტერიას, რომელიც იწვევს ლაიმის დაავადებას, ანუ ბორელიოს. მოაცილეთ პინცეტით, არ მოუჭიროთ მუცელზე. პინცეტი დაადეთ რაც შეიძლება ახლოს კანთან და ნელა ამოწიეთ ზემოთ. არ ატრიალოთ და არ აქანაოთ, რადგან შეიძლება მისი პირის ნაწილი დარჩეს კანში. შემდეგ ნაკბენი კარგად დაიბანეთ საპნითა და წყლით, ან გაიწმინდეთ სპირტით. შეამოწმეთ სხეულის სხვა ნაწილებიც. მიიღეთ შხაპი და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თუ ტკიპის თავი რეალურად მისი პირის ნაწილი დარჩა კანში, ექიმები ამბობენ, რომ მისი ძალით ამოღება აუცილებელი არ არის, რადგან ბაქტერია ძირითადად ტკიპის სხეულში მდებარეობს და არა პირის ნაწილში. შესაბამისად, დარჩენილი ნაწილიდან ინფექციის გადადების რისკი დაბალია. კანი ნელ-ნელა ამოწევს ზედაპირზე. არსებობს სპეციალური ხელსაწყოებიც, რომლებიც ტკიპის მოცილებას ამარტივებს. ერთ-ერთი მათგანი არის ტკიპის გასაღები, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწორად ამოიღოთ ტკიპა. მეორე ვარიანტი არის სპეციალური პინცეტის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც მოსახერხებელია პატარა ტკიპებისთვის ან მიუდგომელი ადგილებისთვის. თუ ტკიპა ინფიცირებული იყო და საკმარისად დიდხანს დარჩა კანზე, შესაძლებელია ლაიმის დაავადების გადაცემა. მისი სიმპტომები ჩვეულებრივ ჩნდება რამდენიმე დღიდან, 1-2 კვირამდე პერიოდში. ყველაზე ხშირია მზარდი წითელი ლაქა, რომელიც ყოველთვის არ არის სამიზნის ფორმის. ხშირად უბრალოდ ერთფეროვანია. შეიძლება გამოვლინდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები: სიცხე, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ძლიერი დაღლილობა. განსხვავება ის არის, რომ ლაიმის დაავადებას როგორც წესი არ ახლავს ხველა ან სურდო. თუ გაზაფხულსა და ზაფხულში შენიშნავთ ასეთ ლაქას, ან გაქვთ აუხსნელი სიცხე და სისუსტე, განსაკუთრებით თუ ტკიპა უკვე გქონდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს არის ყველაზე ადრეული და ყველაზე კარგად მკურნალობადი ეტაპი ანტიბიოტიკებით. მისი მკურნალობის გარეშე დატოვება ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. თავიდან რომ აიცილოთ ბუნებაში ყოფნისას, ჩაიცვით ისე, რომ კანი მაქსიმალურად დაფარული იყოს. გრძელი შარვალი, დახურული ფეხსაცმელი და თუ შესაძლებელია, შავლის ტოტები წინდებში ჩაიტანეთ, რათა შეამციროთ ტკიპის სხეულზე მოხვედრის შანსი. გამოიყენეთ სპეციალური სპრეები, კანზე ან ტანსაცმელზე წასასმელი საშუალებები, რომლებიც აშინებენ ტკიპებს. ეცადეთ არიაროთ მაღალ ბალახში ან ბუჩქებში, იარეთ ბილიკების ცენტრში და მოერიდეთ მცენარეებთან პირდაპირ შეხებას. გარეთ ყოფნის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ სხეული და მიიღეთ შხაპი. ეს დაგეხმარებათ ტკიპის დროულად აღმოჩენაში. ასევე მნიშვნელოვანია შინაური ცხოველების შემოწმებაც. ძაღლებსა და კატებს ხშირად მოაქვთ ტკიპები სახლში.